ოჰ, ჩემი ტაში უკეთესი. ერთი ტაში კაია, მაგრამ ორი უკეთესია. ორი ჯობია. კარგ ხასიათზე ბრძანდები ხო? ნეტა რატო? რა საინტერესო. გამხილე მიდიაბა. გავამხელ უკვე კი დაინახა მაყურებელმა, მაგრამ აიც გავამხელ ზოგადად სპორტს რაც ეხება, ხო ძალიან მიყვარს. მე მამების დროში თუ ეხება სპორტს ორ მაგათ მიყვარს და დღეს ესეთი მაგარი სტუმარი ყავს, მსოფლიო შეაზანზარა. მე ევროპაც არ დაინდო და ეხლა ოლიმპიადასაც იმედია შეაზანზარებს, მოკლედ ვთქვათ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი. ბატონი ლუკა მაისურაძე, ჩემი სტუმარი. აი გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენს და თქვენს YouTube მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა რომ მოიცადეთ ლუკა და როგორ ვიქცევით ხოლმე იცით რომ მამებს ვიწვევთ ძირითადად, ვინც შეიძლება იყოს სამაგალითო მამებისთვის, ვინც უყურებს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ჩემი აზრით არა მხოლოდ მამებისთვის, მთავარი ის არის რომ შვილებისთვის ხართ სამაგალითო, მათ შორის ჩემი ორი ბიჭისთვის და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი მეთქვის იმ შედეგებისთვის, რაც გავთ ხოლმე და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ძალიან ბევრს. დიდი მადლობა და შემიძლია 2-3 წელიწადშიც მოვიდე, როცა მამა ვიქცევი და დიდი სიამოვნებით, პირობა ჩამორთმეულია. მაგ დროს იმედია უფრო მეტი მედალი, უფრო მეტი ტიტული და რაც თავარია ოლიმპიური მედალიც იქნება. იმედია. მოდი არ გამიბრაზდეთ, მაგრამ ცოტა ცუდი თემა ქვია პრინციპში რა, რაც ძალიან მაბრაზებს ხოლმე და უნდა ვთქვა, მით უმეტეს ისეთი სტუმარი ყავს, რომ მის სიტყვას მაინც გაიგებენ, ჩვენი აშკარად არესმით, რატო არ ვიცი. ბევრი ჯგუფია Facebook-ზე, ერთ-ერთი არის ისეთი, სადაც დებენ ხოლმე მანქანით რაღაც უშნო ამბებს. წეღანაც ვნახე კახეთის გზატკეცილზე. კაი გემრიელი Mercedes-ით ვიღაც ახალგაზრდა ტიპი მიდის და 202 აქვს დადებული სიჩქარე. ღმერთმა არქნას რაღაც პატარა ამბავი მაინც რომ მოხდეს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ და წეღან მეულუდმელაძე ვახსენეთ, მასთანაც ჰქონდა ინტერვიუ და ამბობს, რომ საბავშვო ბაღიდან არის საჭირო გავზარდოთ შვილები, რომლებსაც ეწოდინებათ საგზაო უსაფრთხოების წესები და არ ვიცი ლუკა როგორც კიდევ ვიმეორებ, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი. მინდა რომ აი ამ გადაჭარბებულ სიჩქარეზე თქვენი დამოკიდებულება მოვისმინოთ ჩვენ და მოვისმინოს მაყურებელმა რა. ნუ მეც დიდი ხანია უკვე ძღოლად ვითვლები, 17 წლიდან მართვის მოწმობა მაქვს და ნუ მართლა ისეთია, რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი შემთხვევები ყოფილა, რომ ნუ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ეს ავარიები და ნაადრევად გამოსალმებული სიცოცხლე და ნუ რა თქმა უნდა ამას არ მივესალმები, რომ სწრაფად სიარული ეს არის უსაფრთხოება და აი ყველა შენ თავს ხო აზიანებს, სხვა აზიანებს შეიძლება უბრალოდ გამლელი მიდიოდეს და უბრალოდ ისეთი ადამიანი გამოასალმოს სიცოცხლეს და ნუ შეიძლება შენ თვითონ გადარჩე და ისედაც დაღუპული ხარ, ხა ვინმე სიცოცხლეს რო შეიწირავ, შენი მთელი ცხოვრება მე მგონი რომ უკვე ისეთი ლაღი და თავისუფალი აღარ იქნება და ამიტომ ერთი პატარა მომენტია, რომ საჭესთან გინდა ტელეფონზე რომ საუბრობდე, ან ტელეფონს რო ჩახედო, ნუ მეც მქონია ესეთი მომენტი, რომ ერთხელ საცობში ვიდექი, ტელეფონს ჩავხედე და უცბად წინ უკვე მანქანა იყო და კი მსუბუქი ავარია იყო, მაგრამ ნუ შემთხვევაა და ეს ესეთი პატარა გაუთვალისწინებელი ამის გამო, ამიტომ პატარა ასაკში არიციან, რომ რა შეიძლება, რა საფრთხე შეიძლება მოყვეს და ეს მშობლებისგან უკვე და ესეთი ნუ თვითონ მევლუდიც ახსენეთ და მევლუდის გადაცემასაც მე ბევრს მიყურებია და ძალიან ბევრს საუბრობს ამ საფრთხოებაზე და როგორ უნდა მოიქცენ, როგორ უნდა იარონ და ნუ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, ესე უბრალოდ არ ლაპარაკობს ხალხი ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. და კიდე გავიმეორებ, მიხვეწები იმასაც. ამას წინათ იყო სკრინი ქონა დადებული, ჯარიმა მოუვიდა ლუკა რუსთაველზე Mercedes-ით. საშუალო სიჩქარე იყო დაფიქსირებული 256 კმ/სთ. აი კიდევ ვიტყვი, შეიძლება იმუნა იმან ფოტოშოპით, მაგრამ რუსთაველზე 256 დაადებინებ ხო? ბოდიში ვარ, არა ხარ კარგი ადამიანი. რაჩნია მანქანებს შეუძლიათ არ ჭირდება ფოტოშოპი. რავი, რუსთაველზე. ნუ ცუდია რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია. ჩვენი შვილები უყურებენ და ცუდი მძღოლები გამოვლა. დავამთავრე ამაზე მადლობა რომ გამოვყრეთ. ჩვენი შვილები უყურებენ და ალბათ კითხულობენ ასეთ კაი გარემოში სადღარია. ხო და ვთქვათ, ჩვენი მეგობრების შესახებ და საჩუქრით დავიწყოთ. პირველ რიგში ვთქვათ, სად ვართ არაჩვეულებრივი კომპანია Nemos ოფისში, რომელიც ჩვენი კარგი მეგობარია, გვერდში და რომელიც ჩვენ სტუმრებს ხალხს ანებიურებს კარგი ტუმბოებით და ჩვენ სტუმრებს ანებიურებს არაჩვეულებრივი ღვინოთ, იმიტომ ტუმბოს შუქება ცოტა დიდია, რთულია და ასეთი კინძმარაული. ასეთი საჩუქრები ძალიან. ვიცი რომ გიყვარს და ասეთი არაჩვეულებრივი წითელი ღვინო საჩუქრად Nemos-გან და თუ რაიმე ტიპის თუ რაიმე ტიპის ტუმბო დაგჭირდა აი გინდა ჩასაძირი მიდი ჩამოთვალე ამოსაძირი ჩაკიდული როგორიც გაგიხარდება ყველანაირი ნებისმიერი სიმძლავრის ნებისმიერი შესაძლებლობის და ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რომ ეს ხალხი ნუ საერთოდ რო ვერ ერკვეოდეს მომხმარებელი
ნულიდან ყველაფერს გაარკვევს, თვითონვე წავა დაუმონტაჟებს და მოკლედ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადგილმდებარეობა კი იცი უკვე და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჯერ ისეთ სფეროში ვარ, არ მგონია ტუმბო დამჭირდეს, მაგრამ კარიერის შემდეგ შეიძლება ისეთი საქმე იყოს, რომ აუცილებლად მოვაკითხო ამ კომპანიას და მექნება თანამშრომლობა. კარიერა ახსენე და გადავიდეთ ახლა ამბებზე. მაგრამ მაინც მე ცოტა შორიდან ბავშვობიდან დავიწყებ საგზაო უსაფრთხოება ახსენე. თუმცა შეიძლება საგზაოს თლად არ ეხება, მაგრამ უსაფრთხოებას ტრანსპორტის დროს ხშირად არიცავდი ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ცხენი ყავდა და გაუხედნავ ცხენზე იჯექი უნაგირის გარეშე. იყო ესეთი მეორე ფაქტი ხო სოფელში. რატო აკეთებდი რაღაც? ეს ყავდა ხოლმე მე და ჩემი მამიდაშვილს ერთი ცხენი ყავდა, მე ორი ცხენი ყავდა და არ ვიცი სოფელში არა ჩვენ როგორ ცხენით გამოდიოდით ხოლმე ბავშვები ხო იმალებოდნენ ხალხი ხო იმალებოდა და მთელი ეს ქუჩაში დავრბოდით ხოლმე გიჟივით და ნუ ეს წლები ძალიან კარგად მახსენდება და ნუ ხალხსაც ახლა კარგად ახსენდება მაგრამ მაშინ კარგად არავინ არ იხსენებდა და არავინ არ მიიხსენიებდა ხოლმე ნუ მაგარი წლები იყო ძალიან და ესე ცხენი ძალიან გვიყვარდა ძალიან ანუ ხაშურში ხო სწავლობდი და სკოლა დამთავრდებოდა თუ არა პარასკევს ეგრევე ერთი სული მქონდა რომ გაგვცეულიყავი სოფელში და იქ ცხენი მენახა ბებო პაპა მენახა და იქ საოცარ დროს ვატარებდი ხოლმე და ეს წლები მართლა ძალიან მენატრება ძალიან კარგი იყო. ძალიან. პატივცემულო შენც არ ხარ ცხენზე. კი. ერთადერთ ხელ ბაკურიანში ბავშვები მყავდა და ისინი დავშვიდა ვინც აქირავებდა დამსვა და შემეცოდა ხა მხელა კაციო დავჯექი 2 წუთში ჩამოვხდი 2 წუთში კი არა ეგრევე ჩამოვხდი რომ ცოდუა მეთქი და ფულს ვარ დაგიბრუნებო არ მინდა ფული მეთქი და შემეცოდა ნუ არო რო არა ვარ მეთქი რაღაც არ დავმართო ცხენი. შემოგიყვდი მე. რასიზა. გავაგზავნოთ. ისევ კარიერა ახლა უკვე კარიერაზე პირდაპირ ყოველგვარი შესავლების გარეშე რა განცდა გაქვს, როდესაც იცი რომ ჭიდაობ და მამაშენი ესწრება ტურნირს. მამაშენის ემოციებზე მე ვილაპარაკ. და უკაცრავად ბარემ დავამატებ ყოველთვის ახერხებს რომ წამოყვეს როცა დიდი ამბებია. კი, ყველგან თითქმის უკვე ერთი ალბათ 10 წელია, ყველგან არიან, ყველგან დადიან და ნუ შობლებზე ორივეზე უნდა ვისაუბროთ, ეს დედა იჩაგრება ხოლმე ძალიან, რომ დედაზე საერთოდ არ ვსაუბრობ და ძალიან კულისებში ჩანს და ის საერთოდ ვერ უყურებს ვერაფერს და მე რომ მორჩება და რომ დაურეკავენ, მე გადავხევს ხოლმე და ბედნიერი უყურებს და სახს ალაგებს ხოლმე 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ. ხო და ნუ мама უფრო დადის ხოლმე სულ და არის ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, რომ აი მაგალითად ფინალურ დაპირისპირებას ან თუ ძალიან დაძაბული ის არის და იქ ბოლომდე ვერ რჩება ხოლმე და ვერ უყურებს და გადის და მე შემოდის ხოლმე და განცდები რა თქმა უნდა გულშემატკივრობა ყოველთვის ვიძახი რომ უფრო ბევრად რთულია და მით უმეტესად შენი შვილი ჭიდაობს და ასპარეზობს ალბათ ეს არის არ ვიცი ძალიან საშინელება ნუ გამარჯვების მომენტი ხო უსაზღრო დიდი სიხარულია მაგრამ უშუალოდ პროცესის დროს ალბათ ჩემზე მეც ისინი ჭიდაობენ და ნერვიულობს და მინახავს რომ 5 კილო აქვს დაკლებული და 3 კილო და ეს სახეს რო აკეთე შეშლილი მე მინახავს მამაშენის ცრემლებით კადრები ალბათ ყველას უნახავს როგორ ტირის და როგორი ემოცია აქვს და აი შენ რას გრძნობ როცა იცი რომ ტრიბუნაზე გამაძა შენი გულშემატკივრების ადრე შეიძლება რამე ისეთ ცოტა უფრო ვიძაბებოდი ხოლმე ამ ყველაფერს ალბათ აპატარა ასაკში მაგრამ მე უკვე ეჩვევი ამ ყველაფერს და უფრო იქ შიგნით რა პროცესებია იმაზე უფრო დიდი აქცენტი გაქვს გადატანილი და მე რა თქმა უნდა ეხლა აღნიშნა და ის ყველაფერი მე მაგრამ შიგნით ის არ უნდა იფიქრო რომ იქ мама იქ ის არის ეს მომენტები და ეს ფიქრები თუ გაგექცა უკვე მეტოქი არის ფიქრებს და მეტოქი არის ფიქრებს და რაღაცა შეცდომა გაგეპარება ამიტომ მობილიზება იქ ტატამზე და იქ შიგნით უნდა კონდეს ეს ყველაფერი და ეს მე უკვე გამარჯვების მე უკვე სხვა დადარჩენი თუ შეიძლება რჩევასავით ვიკითხავ ლუკა 11 წლის ვაჟი მყავს პირველში დაგვიანებული არის თუ არა 11 წლის ბავშვი რომ მიიყვანო ძიუდოზე სულ არ ვიცოდი რომ მოხერხდებოდა ჩვენი შეხვედრა ეს დღეები რაღაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებ არ მინდა რომ დავაძალო ნელ-ნელა შევაპარებ ხოლმე და შევთავაზებ რაღაცას და რატომღაც წამოყვა ძიუდოზე და მოკლედ 11 წლის არის დაგვიანებული ხო არ არის და არ ვიცი რა რჩევას მოგცემ მამებს ვისაც უნდათ რომ შვილები ვატაროთ სპორტს არასდროს არაფერი არ არის დაგვიანებული და მით უმეტეს თუ უნდა ეს უნდა გააკეთოს ყოველთვის იმიტომ რომ ნუ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი არ გამოვა და ყველა რაღაც სასწაულ მიზნებს ვერ მიაღწევს მაგრამ შეიძლება პროცესში ისე მოეწონოს რომ რა ვიცი იმის სპორტი გახდეს და ამიტომ უნდა ცადოს რა თქმა უნდა და თან ძიუდო ისეთი სპორტია რომ როგორც გონებრივად ისე ყველანაირად ანვითარებს რა მოკლედ სხეულით გონებით და ნუ ყველაფრით და ამიტომ
ძიუდო ისეთი სპორტია, რომ ჩემი აზრით ყველას უნდა კონდეს ეს ეტაპები გავლილი და თან ბევრ მეგობარს გაიჩენს, პატივისცემას ისწავლის, დისციპლინა სასწაულია და ნუ ეს ყველაფერი კიდე ცხოვრებაში ვფიქრობ ძალიან გამოადგება, ამიტომ უნდა მივიდეს აუცილებლად. ალექსი დავითაშვილი რო ჩავწერეთ, გახსოვს, მთავარი არის დისციპლინაო და სხვათა შორის ხაზი გაუსვა იმას, რომ მხოლოდ სპორტ ჯანსაღ ცხოვრებას და კაიტანი კი არ აქვს სპორტსმენებს, აი პატივისცემას სწავლობენ ერთმანეთის და უცხო ადამიანების მიმართაც კი და ნუ ეს ძიუდოში ძალიან დიდად ჭარბობს და ნუ ჩვენთან მართლა მოგება ესე ჩანს, მაგრამ ნუ მოვიგებთ, წავაგებთ ერთმანეთს ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავთ, რა თქმა უნდა, იმის მიღმა ჩვენ ნუ მთელი მეტოქები ერთმანეთს ვიცნობ, მთელი მსოფლიოდან სულ ერთად ვართ ხოლმე შეკრებებზე, ერთად გავდივართ ვარჯიშებს და ნუ იმის იქით ძალიან დიდი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ნუ ტატამზე ნუ ერთი მოიგებს თუ მეორე მოიგებს, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთმანეთს ულოცავთ ვესალმებით, ვემშვიდობებით და ნუ ეს დიდი პატივისცემა აქვს და ძიუდოს ეს ყველაფერი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვის სხვა სპორტსმენებს არ ვაბულინგებ ამით, მაგრამ ძიუდოში ეს ძალიან მაღალ დონეზე ეს პატივისცემის მომენტი. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ლუკა? გინდოდათ ძიუდოზე სიარული მამამ შემოგთავაზათ? ეგ ამბავით მაინტერესებს. ანუ მე მყავს ორი უფროსი ძმა. რა საკიდან დაიწყეთ ბოდიში ეგეც როგორ? ორი უფროსი ძმა მყავს და მამა ჩემი იყო ძიუდოისტი და ეს ორივე ძმა დადიოდა ძიუდოზე. და მე პატარა ვიყავი და რო უყურებდი ამათ, რომ ძიუდოზე დადიოდნენ, მე ძალიან მინდოდა მისვლა. აი სიგიჟემდე მინდოდა იქ ყოფნა მისვლა და ნუ პატარა ვიყავი და არ მივყავდი და ბოლოს რა იმდენი ვქენი რომ მივაყვანინე ესე თავი და სამივენი დავდიოდი ძიუდოზე. ალბათ ესე 7 წლის ასაკში, 7-8 წლის ასაკში დავიწყე. და თან ორივეს დავდიოდი, თავისუფალ ჭიდაობაზეც დავდიოდი და ძიუდოზე. ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი ძიუდოს კლასი იყო, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი თავისუფალის და ნუ 2 წელი ესე ორივეგან ესე დავდიოდი და მე უკვე ეს ჭიდაობები აური ერთმანეთში. იმას ჭიდაობდი, აქ ამას ჭიდაობდი და ნუ წრელმა ერთ-ერთი აირჩიე, ესე არ გამოვა და ბოლოს ძიუდო გავაგრძელე. ისე თავისუფალში როგორ შედეგი გქონდა? ნუ ესე პატარა ასაკში ვიყავი და რამდენიმე შეჯიბრიკი ვიჭიდავი, მაგრამ ნუ ძიუდოში უფრო ისეთი ვიყავი. მამას რა რეაქცია ქონდა, როცა შედეგებით აჯობე? მოუჩი არასდროს არ იყო ჩემი თქმა, აი არა რაც უნდა გამიკეთებინა, რომ აი არასდროს არ უთქვამს, რომ ყოჩა რა მაგარი ხარ, გეფიცებით ესეთი რამე არ მახსოვს და ჩემი ძმები რაღაც ასაკამდე ჭიდაობდნენ და დღემდე იძახის ხოლმე რა ჩემი შუათანაძმაზე, რომ აი ეს რო ჭიდაობდა, მეთქი 11 წლის მომდანება თავი და როგორ ჭიდაობდა, ეგეც რა ჭიდაობდა, რომ მე იმაზე კარგი ვერ ვარ. აი დღემდე რო კითხო ანუ შენ ხო ჭიდაობ, მაგრამ ისო ძალიან მაგარი და ასაკეთებ და მეთქი 11 წლის. ან შენ რა უნდა გააკეთო ისეთი რომ გითხრას. აი არ ვიცი. ხო დღემდე მაგას იძახის ხოლმე და არ ვიცი, უნდა ვკითხო რა ასაკეთებ და რომ მოვაწონო თან. მამა გეუბნება თქვათ რომ ეს რო ჭიდაობდა ეს მაგარი ზოგადად აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე მამისგან. რთულია, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველა რაღაც თვისებებს მამისგან იღებ და პირველ მამას უყურებ, მამა როგორ იქცევა და ეს ყველაფერი მართლა ესეა, რომ შვილი მშობლის სარკეა, მართლა ალბათ ეს არის რა და ყველაფერი რაც თვისებები მაქვს, კარგის და ცუდიც, უმეტესად მამისგან მაქვს გადმოღებული და მე შენ როგორ მოირგებ ამ ყველაფერს და კიდე რამეზე დამოკიდებული, მაგრამ ნუ ბევრი თვისება რა, არ ვიცი ხეს კონკრეტულად რა ვთქვა, რა გამოვარჩიო, არ ვიცი, მაგრამ რაც დადებითი მაქვს ალბათ ყველაფერი. სიმკაცრე ჩვევია და ჩვეოდა მას. კი, მაგრამ ხო ისე არა რა, რაღაც ერთს მეტყოდა ხოლმე და ჩემთვის მეტწილად გასაგები იყო, მაგრამ ძალიან ცელკი ბავშვი ვიყავი. სახში მოგეხსენებათ, 3 ძმანი ვიყავი და სახში რა სიტუაცია იქნებოდა და ყოველთვის თან ასაკში არ არის დიდი სხვაობა ხო ძმებში? კი, უფროსი 5 წლით დიდია, შუათან 3 წლით, ნუ 5 წლის ის არის. ნებისმიერ შემთხვევაში პატარა ყოველთვის ყველაზე მეტად ამრევია. კი და სულ მივიწყებდი ჭკუს, აი სულ მივიწყებდი ხოლმე ერთად ან ვიღაც მიყავდა სახლიდან, ან უფროსი აი შუათან რომ ერთად ესე რო ყოფილიყავით, თორე კარგი არაფერი არ ხდებოდა მოკლედ და ალბათ ამ ჭუბებშიც გამოვიწერდე, ბოლოს იმდენი ხდებოდა ხოლმე რა. რაღაც ასაკამდე სანამ მეც უკვე არ გავძლიერდი და ამიტომ ბევრს ვარჯიშობდი ხოლმე რომ მალე გავძლიერებული. ანუ მიზანი შენი ვარჯიში იყო იმას. ჩემი დიდად რო გითხრათ ჩემპიონო არ ყოფილა და ისინი ბალანსი რო დამებალანსები და მაგისთვის ვიბრძოდი. და შენ დაუნებურად გაასწავლე. კი და მე უკვე ჩემპიონობას გამოვიდა რა ესე რომ. აი ეს ემოციები როცა საზღვარგარეთ ხარ, გაიმარჯვე, ჰიმნი დასრულდა, საინტერესოა პირველი ვისთან რეკავ ხოლმე. მშობლებთან ალბათ, ხო, ნუ ალბათ მე დედასთან არის კომუნიკაცია, იმიტომ რომ მამა იქ არის, ძმები იქ არიან, ყველანი იქ არიან და დედა არ არის და დედასთან არის ეს კომუნიკაცია. დედა სახლის ლაგებში. დედა სახლის ლაგებში გაიმარჯვე. აუ, ძალიან მაინტერესებს
დედა გასაგებია. ბებოს რეაქციაც მაინტერესებს თუ არის მაგაზე. ბებო ძალიან ჩართულია ორივე ძალიან და ნუ ის მამის დედა ძალიან ესე თან გაცნობიერებულია ის ცნობს კიდევაც ვინ და როგორ ჭიდაობს ანაირად ესე ივარჯიშებებო ამასთან ესე და ნუ ძალიან მთელი ოჯახი ჩართულები არიან აი თქვენ ვერ წარმოვიდგენთ კიდე ამას რო ვიძახი როგორ ჩართულები არის აი სულით და გულით და ძიუდოთ იწყება და ძიუდოთ თავდება ჩვენთან საუბარი რომ რაღაც თემაზე ხო გადავა რაღაც თემა და დაუბრუნდება ძიუდოს მე კიდე შეიძლება რაღაც გადავიტანო თემა ისევ ძიუდოს და აღარ მინდა მე გამდე სულ ძიუდოა ყველგან და სახში ვაი სხვა თემაზე ვისაუბროთ ამიტომ სულ იმერულ ესკიზებში როა თეატრი ხო გახსოვს ხო დედა თუ ბებია როზის იქ და გოგო რო წაიქცევა თითო ეგეთ ბებიები გონია რომ სულ ეგრე არიან ყველაფერი რო წააქცეს ვიღაცა და ბავშვ რამე ხო არ ეთქი ესე იგი ლადომ დამირეკა ძალიან გემრიელი და საოცარი ამბავი მაქვსო დამაყენა ველოდები მოვალ იმედია ოდესმე და ვნახოთ ერთი რა კაი ამბავიოს პატივცემულს და აი მეც მოვედი როგორი სცენა გამოგვივიდა რა ამბავი ერთი მართლა ძალიან მაგარი ამბავია მიშო ჩვენი ძველი მეგობრები ჩვენი გურჯაანის ნაყინი დაბრუნდა და ისევ ჩვენს გვერდით არის თან რა გარკვეული აი ძალიან მაგარია მართლა მაგარი ამბავი ყოფილა სიცხემ რომ მოდის და კაი გაგრილება რო გჭირდება კაი ქებული კაი ასორტიმენტი ყველაფერი რაც გემრიელია ყველაფერი დაბრუნდა და აი გულწრფელად და ობიექტურად ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ყველაზე გემრიელი ნაყინი არის გურჯაანის ნაყინი ასევია ჩემთვისაც ჩემ ოჯახში საყინულეში მინიმუმ 4 წალიან თითო ყოველთვის დებს ეგრეა ხოლმე რამე წამოიღეო იქვე გასაგებია რომ გურჯაანის ნაყინი კი ეგრეა მაგრამ ერთი რამე უნდა გაითვალისწინო და მაყურებელმაც აუცილებლად გაითვალისწინოს რომ რადგან კარგია ხო იცი კარგს მტრები ყავს რადგან კარგია ვიღაცებმა თურმე რაღაცა ფალსიფიკაციის მსგავსი დაიწყეს. არა, ეგ მეც ვნახე თვითონ კომპანიას ქონა Facebook-ის გვერდზეც ქონდა რომ აყალბებენო და ყურადღება მიაქციეთო. წარმოვებელს, შეფუთვას, ლოგოს და ეტიკეტს აუცილებლად უნდა მიექცეს. ყურადღება რომ ადამიანებმა დააგემოვნონ, რასაც ნამდვილი და კარგი ნაყინი ქვია და რომელია ეს? გურჯაანის ნაყინია და მართლა ძალიან მიხარია რომ ძველი მეგობრები დაგვიბრუნდნენ. ასეთი მეგობრობა ვიცით მამების დროში და გურჯაანის ნაყინმაც ასეთი მეგობრობა იცის თურმე. ახლა კი გავაგზავნოთ სტუმართან საუბარი. აკრძალვები გახსენდებათ ლუკა რამე მამისგან. მავნეჩვევებსაც მინდა შევეხოთ. ისევ რაღაც თქვენი რჩევა მოზარდებს და ისიც ჯერიმით დავიწყოთ თუ რამე აკრძალვები გახსოვთ მამისგან. და მე შევეხოთ მავნეჩვევებთან თქვენ დამოკიდებულად. დიდად რამეა ესეთი ის რო ყოფილიყავი, ნუ აკრძალვები ისე არ მქონია. სიმართლე რო გითხრათ, უფრო მე ალბათ ჩემი ძმებთან იყო ხოლმე რომ აი ალბათ სპორტს რო შეეშნეს შუათანადმას ალბათ ნუ სკოლის ასაკში სიგარეტის ამბავში და ნუ იმალებოდა ხოლმე ეს მახსოვს ეს და მე რო გითხრათ ხა სპორტსმენი ადამიანს რამე ისეთი აკრძალვა ქონდეს მავნეჩვევა ვერც ექნება, იმიტომ რომ მაშინ იქ ვეღარ იქნები ისეთი ეს თუ გჭირდება და ეს თუ გათავისებული არ გაქვს ის შენ გაზიანებზე ის შენთვის ძალიან ცუდია. რავი შეიძლება იმას ცოტა სასმელზე, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე გჭირდება რომ რაღაც მოდუნდე, ის კი არა რომ რაღაც ხო რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის ერთხელ წელიწადში ერთხელაც რო დალიო, აი ჭიქა აღარ გინდა და არ გინდა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტში ხა დიდად მშობლის ესეთი აკრძალვები, იმიტომ რომ სახში საერთოდ არ ხარ. მამა რას ხედავს რომ ალბათ ორ თვეში ერთხელ რომ დაგინახავს ვერც აგიკრძალოს ვერაფერს პირიქით ერთი სული აქვს რომ დაგინახოს და ხო ნუ პროფესიონალურ სპორტში ესეთი აკრძალვები არ იქნება. ცხენზე წეღან მოყევი, მაგრამ ცხენის ყიდვის ისტორია არ მოგიყოლია. ხო, ცხენის ყიდვის ისტორია იყო ფანტასტიკური რაღაც ესეთი. ძალიან ისეთი ვიყავით, ანუ პაპა ძალიან გვათამამებდა მოკლედ რა, რაც გვინდოდა, როგორ სოფელში რო ვიყავით, მაგიტომ მიყვარდა იქ ყოფნა, რომ სადაც მინდოდა, როგორც მინდოდა, თან მაშინ ვიყავით 11 წლის, ალბათ ან 10 წლის. ხო და გავიგეთ, რომ გვერდზე სოფელში იყიდებოდა ცხენი. ხო და პაპაშიმ საერთოდ ჯიპი ყავდა და მე მგონი ვიღაც დავსვით საჭესთან ვინც ატარებდა, ან ჩემი ძმა მე მგონი და ავედით იმ სოფელში. მივედით და უთხარ რომ მეთქი პაპაშიმ გამომაგზავნოთ, ცხენი უნდა ვიყიდოთ, ქონდა წავიყვანო მეთქი და იმას დამიჯერა. ამ დროს პაპა აზრზე არ არის. პაპა აზრზე არ არის, საერთოდ რა ხდება, სადავარს წასულები. ამ ცხენზე შემოვხვდით, ჩამოვიყვანეს ჩემ სოფელში და პაპასთან ხომ მივედი, ცხენი ვიყიდე და ხვალადი და გადავუხადე და
ისიც რა ფაქტის წინაშე დააყეთ. ანუ ეხა ეს ცხენო ჩემთვის არ დაეტოვებინათ მე იქ ამბავს ავწევდი ეს ყველაფერი კარგად იცოდა და კარგიო. ეხლა ყავს ცხენი? ეხა მე არ მყავს, მაგრამ აი რო გითხარით ჩემ ამიდაშვილს კიდე ყავს, ეხა 2-3 ცხენი ყავს და იქ აკულის ცხეთაში ყავს და ნუ ხშირად როცა მცალია ხოლმე მივდივარ და კარგ დროს ვატარებთ ხოლმე ის დავდივართ შორ გზაზეც ახლოშიც ბევრს ჭენაობთ ხოლმე და ჩემი მეგობრებიც მოდიან ხოლმე და ნუ ცხენთან ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ და ლადოს აქვს ძალიან მაგარი ფაქტები თქვენზე მოჩხრეკილი. ცხენის ამბავი გავიგეთ და კიდე ესეთი რჩევა გვაქვს მონიშნული აქ რომ თხარო ყავდაო და ხეზე დაკავდაო, ეგეც მოვაყოლეთო და საიდან გაიგეთ ეს და ამდენი ამბები მე მგონი ვიცი და არ ვიცი. რაღაცები გავიგეხთ. პოპულარული კაცი ხარ და. კი, თხა ყავდათ ეს სოფელში და არ სახში ყავდა ხო თხა და რაღაც პერიოდი მოიყვანეს, ამ თხასთან ძალიან დავმეგობრდით, მოკლედ. და ის დრო დადგა რომ ნუ რისთვის მოიყვანეს ახლა ხო რაღაც პერიოდის მერე უნდა დაკლანეს თხა. ხო და ეს გამბავი გავიგეთ. და დილა გათენდა თუ არა 6 საათზე 7 საათზე წავედით და სადაც მივდიოდით ყველიან მოგდევდა რა ძალიან დამეგობრდით. შენ და შენ მამიდაშვილი? კი, და თხა. მოკლედ ავედით სახში გვერდზე რა, გვერდზე ახთოს და ხეზე რო ავდიოდით, ეს თხა ჩაოლებრად ამოდიოდა. ორ ფეხს ეს შემოხტებოდა და ორჯერ დაარტყავდა წინა ფეხებს და უკვე ხეზე იყო. და ეს სახში უკვე რო ეძებენ თხასაც წავედი და ჩვენ ხეზე ვიჯექით ეს 5 საათი რო ეს თხა არ დაეკლათ და ველოდებოდით. ნუ მე წავიდნენ და სხვა თხა იყიდეს. ისაც დავითხა, რატო გაიწირა წარმოიდგინე. არაფრის გავა. ხო და ნუ რა იქნება და წავიდნენ სხვა თხა იყიდეს და ჩვენი თხა გადარჩა. ნუ ასმევდით ხოლმე საზღვინოს დამილევინებია ბევრჯერ და ნუ ძალიან მეგობრობდით მოკლედ. წევან გითხარი ასეთ რაღაცა რომ 2-3 წელიწადში მერეო როგორც მამა ისეც დავბრუნდებიო თქვენ გადაცემაში. როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მამის ამბლუაში? არ ვიცი, ალბათ მამობა იქნება ურთულესი ამბავი და ყოველთვის მეუნებოდა ხოლმე მამა ჩემი რომ აი რო გეყოლება შვილი მე მიხვდებიო რა არის და რას გძნობო და რამდენს რო გირეკავო და ნუ რასაც განვიცდიო და ნუ ალბათ ესე იქნება რა ჯერ ვერ ვიგებ ვერ ხვდები, მაგრამ ჩემი ძმებისგან უკვე რაღაც ეტაპზე ხვდები როგორია რომ ანუ როცა როგორი ურთიერთობა ქონდა მანამდე ან ჩვენ შორის კი არაფერი შეიცვალა, მაგრამ ნუ ხო ხედავ რომ ისინი შეიცვალნენ და სხვანაირად შეხედოს უკვე ცხოვრებას და ნუ სხვა სიყვარული გაუჩნდათ, სხვა ფიქრები გაუჩნდათ და ნუ ალბათ ეს ძალიან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩემ ცხოვრებას იქნება ესე რომ დადგება ეგ დრო და მივხვდები რომ რა ყოფილა და რაზე მეუნეოდა მამა ჩემი და გავიგებ ამ ყველაფერს გავიაზრებ უფრო. მამებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია შვილს კარგი მუგბარი რომ რა მომიტანე რო იციან ხო? რა მომიტანე, ხო და როცა შვილი გეყოლება ეგეთი კომპანია სუთი ფაუერი რომელიც აწარმოებს უძაფო ჩურჩხელას ასეთი. ვაუ, ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. პროტეინს გაგისინჯავს? შეიძლება, არ ვიცი, არ მგონია. აი შეგიძლია გასინჯო, ასეთი პატარა კუბიკებია. ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში შეიძლება პატარა კუბიკებია, ჩვეულებრივ მაინც ჩურჩხელა ქვია? ხო, მარტო ბროწეულის არ არის, ამ შემთხვევაში რა ბროწეულის, თორე ის არის შოკოლადის და ტრადიციული ახლა ყურძნის ჩურჩხელა მაინც ჩემპიონია. მიდი მადლობა. შვილი რო გეყოლება თამამად შეგიძლია მიართვა და აჭამო, იმიტომ რომ არის 100% ეკოლოგიური. შეუნახო თუ მე ახლა არა, ეს ახლა შეჭამა. რო გეყოლება მე თავიდან ახალს გამოგზავნია. მეც ზეღანდელ სიტყვებს გავიმეორებ თუ შეიძლება ვერც წარმოვიდგენთო შობლები და ოჯახის წევრები როგორ ნერვიულობენ, როგორ არიან ჩართულებიო. ჩვენ ასევე ვერ წარმოვიდგენთ იმას, რამ ხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, ის რომ თქვენ ტატამზე არ ვიცი. გაიმარჯვებთ, გამარჯვებისთვის ხელებს აწევთ, მადლობა სიტყვით. აი ის რაც ჩვენ არ ვიცით. ის როგორია, რა შრომა გიწევთ და ისევ იმისთვის მინდა ეს მოგვიყვეთ, შეძლება ის დაგვარათ, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა და ვინც დაინტერესებულია, იმათაც გაითვალისწინონ და არ ვიცი, რჩევასავითაც რომ ისეთ, რომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამას. მაგრამ ღირს. გამარჯვება ჩემი აზრით უკვე ვარჯიშზე ხდება რა. იქ ძალიან ადვილია. აი ტატამზე რო გადიხარ და იქ ის არის ჩემი აზრით უმარტივესი და ის არის ამოსუნ თქვა დედასფიცა ვარ, სერიოზულად ვიცახი რომ აი ის მომენტი იქ გასვლა, იქ ჭიდაობა, იქ ასპარეზობა, აი შეჯიბრის დღე რომ მოდის და შეჯიბრის კვირა რო იწყება, უკვე ჩვენთვის არის ძალიან დასვენება და გვიხარია ხოლმე შეჯიბრი რო გვაქვს, იმიტომ რომ იმ პროცესს წყდები და ის ვარჯიშები და ის წამება აღარ გაქვს და შეჯიბს იჭიდავებ და ნუ
ალბათ აი სადღაც მოვისმინე რომ აი გამარჯვებული მაშინ ხდები აი რო არ შეგიძლიაო და მე კიდე რო აკეთებო და მართლა ესეა რა აი შენ თავს თუ არ გადაახტი რომ მიხდი რომ აი მკვდარი რო ხარ დაცემული რო ხარ და ნუ წარმოგიდგენიათ რომ ყველაზე ძალიან რომ დაიღალე აი რო არაფერი აღარ შეგიძლია და მე კიდე რო ადგები და კიდე რო ვარჯიშობ რა ეს თუ შეგიძლია უკვე ჩემპიონი ხარ და იქ იგებ უკვე რა შეჯიბრს ხშირად ყოფილხარ ეგრე? ძალიან ხშირად ყოფილი ვარ და ყოველთვის ყველა ბეზიზღება ხოლმე ყველა მწვრთნელი მამა ჩემი რო შემიყვანა ძიუდოზე თვითონ ძიუდო შემქმნელი ყველა ბეზიზღება და ნუ შეკრებაზე ხოლმე ისია ხოლმე რომ ბოლოს ერთმანეთში ვჭუბობთ ხოლმე და სულ ჭყვი იმიტომ რომ ყველა ნერვებზეა რა ამ ეს პროცესი მართლა მარტივი არ არის და მაგრამ ეხა ბავშვებისთვის ისეთი არ იყოს რომ შევაშინოთ და მაგრამ ამ ყველაფრის გავლა მოუწევთ და ნუ შრომის გარეშე არაფერი არ მოდის და როგორი ნიჭიც არ უნდა გქონდეს აი როგორი ტალანტიც არ უნდა დაიბადოს, ნუ არ არსებობს, თუ არ შრომობს, თუ ამ გზას არ გადის, ამ ძალიან ეკლიან გზას არ გადის, იქ ვერ მივა და იმას ვერ მიაღწევს. ნუ ეს არის დაუწერელი კანონია რა, სპორტს ესა აქვს და თან მით უმეტეს ძიუდოს, რომ ძიუდო ჩემი აზრით კიდე საქართველოში ხალხის მხრივ ძალიან დაფასებულია, მაგრამ კიდე უფრო მეტად დაფასება ჭირდება რა, იმიტომ რომ ქართული ძიუდო არის სასწაული. დღეს რო ქართული ძიუდოა, დღეს რო ჩვენ ბიჭები ყავს, ჩვენ რო შედეგებს ვაკეთებთ, ნუ ეს შედეგი ალბათ წარმოუდგენელია ჩემი აზრით. იმიტომ რომ სპორტი არ არსებობს საქართველოში, რომ ძიუდოსავით საქმეს აკეთებდეს რა. რაღაც ის იყო რა ქვია, ლაპარაკი იყო მე მგონი, ნუ სპორტის სამინისტროში რომ რაღაცებს, იმიტომ რომ ვიღაცებს დიდი ჯილდო მიცეს, ვიღაცებს იმას რა ქვია, ფეხბურთს, კალათბურთს კი გასაგებია, ვიცით გვესმის ეს გათავისებული გვაქვს სხვადასხვა სპორტია, მაგრამ ნუ ჩვენც ხო ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებ და თქვენო ეს როგორ თქვენო ყოველ წელს იგებთ რო ვიგებთ ჩვენი დანაშაული, იმიტომ ვიგებთ რომ ძალიან მაგრები ვართ და ჩვენი ბრალია რო ვიგებთ თქვენი ბრალია, ამარ ვიცი ბრალია რო იგებთ. ყოველ წელს იგებთ და თქვენ მაგრები ვართ და იმიტომ ბევრს ვარჯიშობთ, ხო? ეხლა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა 48 ქვეყანა იყო ჩამოსული სოფლიო ჩემპიონატზე წარმოიდგინეთ ან 95-100 ქვეყანა მონაწილეობს ან რომელ სპორტში სოფლიო ჩემპიონატი? ბაქოში. არა 2029 წელს თბილისში უმასპინძლებს და ეს იქნება ნუ არასდროს რო არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატს. ეჭვიც არ მოპარება სასწავლო დონის. სასწავლო მედია ვიქნები და მეც ვიასპარეზებ. შეიძლება ბანალური კითხვა იყოს ეს, მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც ახლა მოვყევით თქვენ. ღირს ამათ. რა თქმა უნდა ღირს და ნუ არც ერთ წამს და არც ერთ წუთს არ უნდა ნოფრო გამარჯვების სიხარული. შენი ხალხის სიხარული და ჰიმნი რო ირთვება იქიდან რა ეხლა შეიძლება დამაყაროს რა იმაზე ბედნიერი შენ არ იქნები არასდროს რომ შენი შრომა დაფასდა და იმ მიზანს მიაღწიე რაზეც ანუ იქ რო ვარჯიშობ ყოველთვის ფიქრობ რისთვის ვარჯიშობ და რა უნდა მოყვეს ამ ვარჯიშს და წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი მოყვა შენ უკვე გამარჯვებული ხარ და იქ გახარ და შენთვის უკრავენ საქართველოს იმს ნუ ამაზე მეტი ბედნიერება მართლა სპორტსმენისთვის ალბათ არაფერი არ არის რა ვიცი ტრიბუნიდან მაგ დროს ძალიან ლამაზია საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა როკეტია. კვარცხლბეკიდან რანაირი? კვარცხლბეკიდან არის ულამაზესი. რო იცი რომ ის არის შენი დროშა და შენთვის დაკიდეს იქ და შენთვის უკრავენ ხიმს არ ვიცი რა გრძნობა უფრო წითელია და 5 ჯვარი არ არის არ ვიცი 500 ჯვარს ხედავ იქიდან. ხო წარმოგიდგენია ტელევიზორთან ხო შენ მით უმეტეს რამდენჯერ გიტირია. და იქ რო ხარ სასიგიჟე. ალბათ აი მშობლები როგორ ვეუბნები ჩულებს, აი мама რო გახდები, მე მივხვდები, ალბათ ჩემპიონი რო გახდები, მაგ ყველაფერს მე მივხვდები. შენ ცხოვრებაში იყო ერთი ცოტა მძიმე პერიოდი. რა იყო, როგორ იყო მაგაზე არ გკითხავ, ბევრი გაქვს ამაზე ნასაუბრები. მე მინდა გითხო და გვითხრა უბრალოდ აი ვინც გიყურებს მოზარდი დამწყები სპორტსმენი თუ მოქმედი სპორტსმენი როგორ უნდა შეძლო ადამიანმა რომ ეს მძიმე პერიოდი გაიარო და დაბრუნდე და ეს ჩემპიონი გახდა როგორც საჭიროა ისე რომ დაბრუნდე როგორც საჭიროა ისე რომ დაბრუნდე ძლიერი უნდა იყო რა ნუ არ ვიცი მეც როგორ მოვერიე ჩემ თავს აი მართლა ალბათ მეგობრებით ოჯახით ეს ყველაფერი ძლიერი ზურგი უნდა გქონდეს და ეს ყველაფერი მარტო არ არსებობს შეძლო რა ძალიან გაგიჭირდება მარტო ადამიანს ამ ხელა სტრესის გადატანა ვფიქრობ რომ ძალიან გაგიჭირდება იმიტომ რომ ეს ყველაფერი მართლა არ იყო მარტივი რა მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ რომ არაფერს არ ვიმჩნევ და არაფერს არ შევიმჩნევ არასდროს მაგრამ შიგნიდან ხო ეს ყველაფერი გაქვს და ამას ნუ ვერ გაიქცევი
რაღაც სასწაული შოკი იყო, საოცარი, რომ აი როგორი რამე იცი, რომ მე ხირო დაგეცემა თავში ალბათ რო არ საიდან არაფერს ვერ მოელოდი და უცბად როცა შენით ამაყობ, როცა რაღაც მწვერვალზე ხარ და იქიდან და ყველაზე მეტად ყველაზე ცუდი რაც არის, რომ ნუ ხალხის სიყვარული გაქვს და უცბად რაღაც ადამიანებს და იმას რო გრძნობ სადღაც კომენტარს უკითხულობ, რომ ამანე ამიტომ მოიგო და ნუ შენი შრომა რომ უცბად წყალში იყრება და ეს იყო საშინელება, ეს იცი რა მაინტერესებს, აი მაგ კომენტარებმა ამიტომ მოიგო უფრო ხوار გაგაღიზიანა და ხوار იყო ეგ შენი დაბრუნება, თუნდაც მაგათთვის პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა ეს ჰეითი გაძლიერებსო და მართლა ეს არის, რომ დაუმტკიცო რომ მე მაშინაც გავაკეთე და ეხაც გავაკეთებ და მე ისე ვაქვარ და საძავით, მაგრამ მე დღესაც აქ ვარ, ისევ ძლიერი ვარ და დღესაც შემიძლია ევროპის მოგებაც, ძალიან დიდი ტიტულების მოგებაც და ალბათ ეხა მიხვდნენ რომ მე იქ არაფერ შუაში არ ვიყავი და რა თქმა უნდა ღმერთმა იცის ამის შესახებ, ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ოჯახმა და ნუ პირველ რიგში მე ვიცი და ეს ყველაფერი ხალხსაც დავაჯერე რომ მე იქ არაფერ შუაში არ ვიყავი და რაც იყო და როგორც იყო არ ვიცი, ხა კიდე აღარ გავაგზავნებ. ხო, არა, მაგაზე აღარ გვინდა კიდე. აუ, აი თუ შეიძლება პატარა რეპლიკა, არ გიცნობდით და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება. იმდენად პატივსაცემი ადამიანი ყოფილხართ. ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩემგან და არ ვიცი, წარმატება დარწმუნებული რომ კიდე უფრო ბევრი იქნება და მის მადლობა. ერთსაც კითხავ მაგ პერიოდზე, მამა როგორ გედგა გვერდში მაგ დროს? არ ვიცი, ალბათ 1100%-ით, რომ ძალიან რომ ისევ აქ დავრჩენილიყავი და გამეგზელებინა ეს გზა რა. ხო, ანუ მამების დრო გვაქვს და მაგიტო უსვამ ხას მამას, თორე დარწმუნებულია მთელი ოჯახი ანალოგიურად იქნება. ყველა ძმები ხო, არ ვიცი, ძალიან მეგობრები და მამაც კი არა, მამა და ნუ ხო ამ ყველაფერმა მთლიანმა ოჯახმა რომ შენ ხო იცი როგორიც ხარ, ვინც ხარ და ეს თუ მაშინ გავაკეთეთ, ეხლაც გააკეთებ და ეხლა შეგიძლია და მადლობა ლუკას ოჯახს, რომ აი ეს რთული პერიოდი ასე დაუდგა გვერდში და მაგარი სპორტსმენი ისევ არის ჩვენს გვერდით. გაიხარ. ო არა, მე მწვენია კიდეც რომ არ ვიცოდი როგორი ადამიანი იყო ლუკა და ამისთვის პირველ რიგში მადლობა. მოდი ახლა სახალისო ამბებზე გადავიდეთ. და კაი ამბავზე. ხო, ვიდი შენ ხურჯინში ჩაყავი ხელი. აი, ესე იგი თუ ხურჯინში ჩაყავი ხელი, ხურჯინში. ხურჯინში ხო, კიდევა. კაი, მაშინ გადავიდეთ. მე გითხრათ, უფრო ადრე მოვიდოდი. ესე იგი, რადგან ოჯახზე საუბრობთ და ვიცი რომ შენ ოჯახს ერთად შეკრება გიყვართ. და ვიცი რომ კაი кейფიც გიყვართ. ეგეთი ბარ რესტორანია დიდგორი ნუცუბიძის 67 ნომერში, სადაც არის ძალიან კარგი სასმელიც და ძალიან მაგარი ქართული კერძები. და გარემოა განსაკუთრებული. გარემოა განსაკუთრებული რაღაც შუა საუკუნეების სტილშია და ძალიან ქართული ძალიან მაგარი ადგილია და ესეთი 500 ლარიანი ვაუჩერი გამოგიგზავნეს. მადლობა. ლუკა და შენ საყვარელი აი აგერ მეგობრები არიან და შეგიძლია აქედანვე წახვიდეთ და ეხა მოიცია შენ ოჯახიო. ოჯახი მეგობრები ოჯახი ერთად ყველა და ძალიან დიდი მადლობა დიდგორს ასეთი კარგი საჩუქრისათვის და დიდი მადლობა რომ დაუგემოვნებ აუცილებლად კერძებს და შეუფასებ როცა მივარ. ძალიან კარგი. გავაგზავნებ მე კაი ისტორია მიწერია. აგერ ესე იგი ლუკას თურმე არ უყარდა ბაღში სიარული. თუ ვიტყუები მითხარი. კი, მასე იყო. ხო და შესაბამისად არ უყარდა შუადღით დაძინება ბაღში. და ერთხელ თურმე მასწავლებელი აძინებდა, რომელსაც ფეხს ეცა. ბასანოჩკი ქართულად როგორ ზაფხულის ფეხსაცმელი. ხო. რაღაც ეგეთი. მოკლედ ბასანოჩკი ცმია და ლუკას აღუქვამს როგორც დახეული ფეხსაცმელი და ოღონდ არ დამაძინო და პაპაჩები ახალ ფეხსაცმელს გიყიდის. ეგრე იყო. აუ სახელი აღარ მახსოვს ზუსტად მასწავლებლის და ნუ სახელით მიმართე და გეხვეწებით ხო შუადღის არ დამაძინო და პაპაჩები რომ მოვეტყვით ახალ ფეხსაცმელს გიყიდის. დაგაძინა. მოკოდაზე წელი და ყველას მოუყო ეგ ამბავი. იმიტომ არ უყვარდა ლუკას ჩემოვლადო ბაღში არ უნდა ჩემნაირი მასწავლებელი არ ყავდა. 4 წელი ვიყავი საბავშვო ბაღის აღზრდელი. და ბევრი უცნაურობა იყო ბავშვებისგან და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ხშირად რაც მომიყოლია ხოლმე პატარა გოგო იყო დაცვა 3-4 დაცვა ყოველთვის დაყვებოდა რა და ერთ დღესაც მოვიდა და 7-8 დაცვა და დედაც და გამიკვირდა ნუ
ამდენი ადამიანი ბახშირისთვის მოვიდა ერთი პატარა ბავშვის მოსაყვანად. შემოვიდა დედიკო და მე მეუნება რომ მიშო მოკლედ თუ ესე მოგვიყვაო სახშიო რომ სიმინდიო დაფშვნაო იატაკზე დაყარა და მუხლებით დამაყენა ზედო. და იმ დაცვას რო უყურებ ისინი უკვე მზად არიან რომ გამგლიჯონ შუაში. ციცარ დატოვო ხო? ნეტა ბასანოშკები ეთქვა იმ ბავშვს. აი მოუყუდი ხო უყურებ რომ ძალიან რთულად არის საქმე და შემოვიდა ეს ხტომახტომით, იმარა იცოდა ისინი ჩემოსაკავად რობოდიო. აიო მოდიო დედიკო მოყევიო აბა გუშინ სიმინდის ამბავი როგორი იყო და უი არა კაცო უბრალოდ თუ ბებია მსხაპარი წამიკითხავ მე მიშო გამახსენდაო და იმიტომ მოუყევიო და აუ რო შეურაიხარ ბადედი ის დაცვა ეგრევე ისინი ქონათ აწევა და ჩაწიეს ის იარაღის ისინი ხო რა ბაღი იყო ეგეთი სადასავლით აუ მაგარი ციმე ისტორია წარმომიდგენია იმ დროს რას განიცდიდი ო არა შიში ხო შიში მამაძაღლი რამე შიში აუცილებლად იქნება ლუკა შენი აზრით ჩემპიონობა უფრო რთულია თუ კარგი მამობა მამების დროში ვარ და კარგი მამობა ალბათ კარგი მამობა ალბათ უფრო რთულია ჩემპიონობა ძალიან ადვილია ხო ორივე რთული ორივე ძალიან რთულია რა ვიცი ესე შესაძლებლად ცოტა ისეთი სხვადასხვა კატეგორიის არის ორივე ძალიან რთული ამბავია ისე აი როგორ გინდა წლების მერე რომ შენმა შვილმა დაგახასიათოს კარგი მეგობარი ალბათ რომ ჩემი აზრით შვილთან კარგი კომუნიკაცია საჭირო და მეგობრობა და იმ ყველაფრის გაზიარება რაც შენ გადაგხდენია და ნუ ცხოვრების ესე რო შეასწავლო და ნუ ალბათ ეს ყველაფერი მეგობრობის გარეშე არ იქნება კარგი მეგობარი ალბათ უკვე საკმარისი იქნება იმ ყველაფრისთვის რაც კარგი მამასთან ახასიათებს. მამასთან ქონდა ასეთი ურთიერთობა შეიძლება ითქვას ეხა კი უხერხული კითხვა გამოდის, მაგრამ ან საიდუმლოებს თუ მხელი მოდი მაშინ ცოტა ისეთი. არა, საიდუმლოების გამხელაში ცოტა ისეთი ვარ. ხო არა. ჩემი შვილი ეგეთ და როგორ სულ ვოცნებავდი რომ ჩემმა შვილმა რაღაც საიდუმლოები მითხარ ჯერჯერობით დუმს. არა, მე არ შემეძლო და დღესაც არ შემიძლია რომ ვინმე რამე ესე უთხრა. მამას მით უმეტეს არა, მე ესე ვიყავი. მაგრამ კარგი მეგობრები ვართ. ანუ მაინც საიდუმლოს გამხელ არ არის საჭირო დამშვიდები ახლა. ჩემ შემთხვევაში პირიქით არის. მეც ყველაფერს უყვებოდი მამაჩემს. და ნენეც ისმე ჯერ პატარაა და თავის პატარა საიდუმლოები უთქვამს. მაგრამ ნენე მიყვება. მე და ნენეს გვაქვს ბევრი საიდუმლო გვაქვს, რომელიც მარტო მე და ნენე ვიცით. და იმედია და კიდევ უფრო რო გაიზრდება, მერეც გააგრძელებს. გოგოებს და გოგოშვილს და მამას კიდე სხვანაირი ურთიერთობა აქვს და ჯერჯერობით ძალიან ახლო მეგობრები ვართ და რავი, ცდილობ რომ გავაგრძელოთ 14-ის. უი, მოდი კიდე ერთ-ერთ ცოტა საჩუთირო თემაში ვეხოთ და მეც აღარ შეგაწუხებ, ანუ ვარჯიში და ხართვასული. საქართველოში კიდევ ერთი პრობლემაა რაღაცა ის სქესის შერჩევა და ბიჭი ბუნებრივია. შვილი გოგოც საოცნებაა და საოცრებაა ბიჭიც, მაგრამ ჩვენთან ჯერ კიდევ არის ის მომენტი, რომ ბიჭი თუ არ არის, თან 1000 უაზრო ეპიტეტს მოუგონებენ ხოლმე მამას, რომელსაც ბიჭი არ ყავს. ამ საკითხის მიმართ თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს. შვილია, არ მნიშვნელობა აქვს, ხა ბიჭი იქნება თუ გოგო იქნება, ალბათ არანაირი ხა. ესე ადრე რომ მესმოდა ხოლმე რომ აი გოგო ბიჭი და ბიჭი, აი ვერ ხვდებოდი ხოლმე, მართლა ვერ ვიაზრებდი. და ჩემთვის არ ვიცი ხა გოგო რა ვიცი შვილი არ არის და ბიჭი გასწავლული შვილია. გეტყვით ახლა როგორც ავარიების შემთხვევაში, ისე სელექციური აბორტის შემთხვევაში საქართველოს არის 5-ეულში თუ არ ვცდები. სელექციური აბორტების მიმართულებით და ამ საკითხზეც მუდმივად ვცდილობთ პედალად რომ გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება რომ არ ვიცი ხა ვერ აუგზავნად ვერ მიუთითეთ მაგრამ და ეს ალბათ გოგოა და იმიტომ ხო და შეიძლება სხვა რამის გამოვა შეიძლება მაგის გამოვა ეხა ხო რაღაც ეტაპის გამო სქესის გაგების უფლება არა მაგიტო ზუსტად მაგიტო აიგზალა რომ მაგრამ მაინც ახერხებენ ხო ჩემი ყველას მიცეს ამის შესაძლებლობა და ამიტომ უნდა ყავდეთ 4 5 და 3 და იქ ბიჭიც იქნება გოგოც იქნება და ყველაზე კარგი გამოსავალი არა და ერთმა ყველას მიცეს ამის შესაძლებლობა რომ გაზარდოს 4 5 და 6 და მეტი შვილი თუ არის რამე ისეთი, რაშიც არ ეთანხმები მამაშენს. კი, კაცო, ძალიან ბევრი რამე და ამაზე ძირითადად რაზე კამათობთ? ოისე არ მახსენდება, მაგრამ მე სულ ყველას ვეკამათები ხოლმე და ყოველთვის მაქვს ჩემი მოსაზრება, შეიძლება მცდარი იყოს, მაგრამ ჩემსაც მაინც ვიძახი ხოლმე და სხვის შეიძლება სიმართლე მითხრას, მაგრამ
ჩემში მაქვს რაღაც ის რომ იმის არ გავაკეთებ და მოდი ასე გავაკეთე და ბევრჯერ ცხვირი მომენტურავია ხოლმე ამის გამო, მაგრამ ჩემით რო ვაკეთებ ამას მაინც არ უნანობ, რომ იმიტომ რომ მე ვქენი და ნუ ისა ვარ, ხო ეს ზოგჯერ ხისტი ვარ, ზოგჯერ ბევრჯერ ამის მინანია ხოლმე, რომ მშობლებთან ესე მისაუბრია, მაგრამ ხო, ბევრჯერ სულ კამათი სულ გვაქვს ხოლმე დედასთანაც, მამასთანაც, ყველა საკითხზე, ყველაფერზე. ნუ ისინი რა თქმა უნდა ჩემთვის კარგს მეუბნებიან, მაგრამ ჩემთვის კარგიც რო იყოს მისაღები არ არის ხოლმე და ყველაფერზე ჩემი მოსაზრება მაქვს და ჩემი ნუ ხშირი კამათი ხშირად გვაქვს ხოლმე. არა, მე ვფიქრობ კამათი საჭირო ხო, ჯანსაღია, კი, ეს საჭირო რამეა. მეგობრობას პირიქით შეიძლება უფრო კი, რა თქმა უნდა. აძლიერებს. ხო, ნუ ისეთი მეგობრები თუ გყავს გვერდით რომ იმასთან არც ჭხუბი არ მოქსული, არც კამათობ, არც დავობ არაფერზე, ჩემს თქვენი მეგობრობა არ არის რეალური და არ არის ჯანსაღი. გეთანხმები, ხო, რაღაცაზე განსხვავებული აზრი გეთანხმება და ყველაფერზე შენც ეთანხმები. და თუ სამსახურს გიწევს, აბარა. აქვს მამასთან თქვამია რომ მაშინ გაიგებ რა არის მამა, როცა თავად გახდები მამა. აი როცა დარწმუნებული ვარ იქნებოდა ასეთი ფრაზა, ხო გეუბნებოდი და რომ მივხვდარ ხარ თო შეცდომა დავუშვი. აი შეცდომის აღიარება თუ გამოგდით ხო? მიჭირს ეგ ამბავიც მიჭირს ძალიან. საერთოდ მიჭირს ცხოვრებაში ეგ ამბავი და მშობლებთანაც. წვნელი რო გეუბნება. ხო და გახდებით მამა და მე მივხვდები. აი თქვათ შენ წაგებულ შეხვედრას უყურებ და წვნელი გეუბნება რომ აი ეს შეცდომა დაუშვი, მაშინაც გიჭირს. არ მიჭირს, მაგრამ ჩავლილია გოგო რა იშველება. მაგრამ კიდე გამიმეორებია ის შეცდომა. ხო დამთავრებული ამბავი დამანები. ხო რა იშველება წარსული არაზე მეჩვენა. კაი, სანამ ბლიცზე გადავალთ, ერთი კითხვა კიდე მინდა დავსვა. ხშირად გვიჭირს სიტყვა მიყვარხარ თქვათ. მამას თუ ეუბნები და პირიქით მამა თუ გეუბნება მიყვარხარ. ეგ ძალიან მიჭირს. ხო. ძალიან. მამა მეუბნება, კი. მამა ხშირად მეუბნება, მე მიჭირს. რეალურად არ არის ადვილად სათქმელი სიტყვა რა. თავიდან რთული იყო ჩემთვისაც, ჩემ შვილებთან მიმართებაშიც კი რა. უბრალოდ მინდოდა რომ თავს ვაძალებდი რომ ეთქვა და ეხლა იმდან ძალიან ხარ ამ სიტყვა არ გიქონს არ მახსენდება. თუ გინდა პირველად ახლა აქედან უთხარი. მიყვარხარ დედა მამა ძალიან მიყვარხართ. ექსკლუზივი გვაქვს. ლუკა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც ვართ, არჩეულებრივ ადგილია კომპანია ნემო, სადაც არის ტუმბოების ყველანაირი არჩევანი ვეფხის ყავოსნის 6 ნომერში და შესაბამისად გვაქვს ნემოს ბლიცი. ტუმბოებზე იქნება, კი გითხარით. ტუმბოებზეც გვექნება თუ საჭირო. ამ შემთხვევაში ტუმბოებზე არ იქნება რეალურად რა ვთქვათ, მაგრამ ჩვენი კომპანიის, ჩვენი მეგობრის ნემოს ბლიცი. დასწრე. სიმკაცრე თუ მეგობრობა შვილთან ურთიერთობის. მეგობრობა აუცილებლად. კარგიო. სამსახად. ეხლა მოდის ძალიან რთული კითხვა. ტატამი თუ 7 ოჯახური გარემო? ტატამი. ჯერ ტატამი და შემდეგ 7 ოჯახური გარემო. რა არის ის, რასაც მამას ვერასდროს ეტყოდი, მაგრამ ახლა შეძლებდა ეტყვი. ხო, ალბათ მამან მაგას ვერ გავექცევით. ხო, მიყვარხარს ალბათ ძალიან რო ვაფასებ. ეს არ გამოგიცდია, მაგრამ ვკითხავ, პირველი медаლი თუ შვილის პირველი სიტყვა? შვილის პირველი სიტყვა, იმიტომ რომ არ მახსოვს პირველი медаლს რა ემოციები გქონდა. შვილის პირველი სიტყვას დაიმახსოვრე. შვილის პირველი სიტყვა საოცრად დავიმახსოვრე. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ლუკა, ყველაზე დიდი მსხვერპლი რაც გაგიღიათ სპორტისთვის. სპორტი ჯანმრთელობაა. სპორტი ჯანმრთელობა ნამდვილად არ არის. ჩემი ჯანმრთელობა და ვიღებს სულ, იმიტომ რომ იმდენი ტრავმები აქვს და იმდენი ტრავმები აქვს პროფესიონალურ სპორტს, რომ ალბათ ჯანმრთელობას წირავ ამ ყველაფერს. ძალიან რთულია აქ ყოფნა და თელი შენი ჯანმრთელობის შეწირვაა ეს ყველაფერი. კაი, ეხლა ცოტა არაბლიცური კითხვა, ცოტა ვრცლად შეგიძლია გვიპასუხო. საყვარელი მოგონება ბავშვობიდან? სოფელი. გავაგარვარცოთ თუ? არა, აბსოლუტურად საკმარისია. სოფელი, ცალსახად სოფელი, იმიტომ რომ ის მოგონებებს ვერაფერი და ვერასდროს ვერაფერი ვერ შემიცვლის. ძალიან კარგი დრო მაქვს სოფელში გატარებული. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ ძალიან დიდ პატივისცემას თქვენს მიმართ. მაგას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და გული მწყდება, რომ სოფლები იცლება და თანამედროვე ბავშვების უდიდესი ნაწილი ვერასოდეს მიხვდება რა არის სოფელი და რაც მთავარია რა არის სოფლის ბებო.
და ბებო გენაცვალოს რო ჩახვალ. სულ ეხლა ხო ჩავდივართ ხოლმე და უკვე ჩემი მამიდაშვილები ცოტა დიდები კი არიან ჩემი ტოლები, მაგრამ ნუ ეკას ბავშვები ცოტა პატარები არიან, ეხლა ჩემი ძმისშვილები და ჩავდივართ და სახში სხედან არიან ტელეფონებში და ეხლა ჩვენ მე როცა მათი ტოლები ვიყავით თელ სოფელში ჩვენი ძებნა იყო და ხო არ გინახავთ და სად არიან და მოდით და ჭამეთ საჭმელი და მოდით სახში იყავით, აი სულ გარეთ ვიყავით, სულ სადღაც ვიყავით და ეხლა დღევანდელი ბავშვები პირიქითო წადით ცოტა ხანი გადით გარეთ და დადეთ ტელეფონები. ეს ამბავი შეიცვალა. ჩემჯერია? შენჯერი. აი ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებთ ლუკა მამას? მხოლოდ ერთი სიტყვა რო იყოს. ნუ ალბათ ისეთი რა, აი ვაშკაცური ადამიანი, ნუ ძალიან ვაშკაცურია და ისეთია. თავის ცხოვრებაც ისე აქვს, ესე ვაშკაცურად ნაცხოვრები და ესეთი კარგი კაცი, ანუ კარგი კაცი არა, ვაშკაცი რა. ოქროს წესი, რომელსაც არასოდეს დაარღვევს ლუკა მაისურაც. ოქროს წესი, რომელსაც არასდროს მე ღალატი ალბათ რა, მეგობრის და ოჯახის ღალატი რა, ეს არის ყველაზე ადამიანს რო შენი იმედი აქვს და მას რო უღალატებ და მას რო იმედს რო გაუცრობ, ალბათ ამაზე ცუდი მე არაფერი რა არ მიმაჩნია და ნუ ალბათ ეს ყველაფერი. თუ მოხერხდება ამის თქმა, რას ეტყოდი ლუკა საკუთარ თავს 20 წლის შემდეგ? 20 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ. 2046 წელს. ალბათ იმას ეუბნებიან ხოლმე რომ აი შენი ტოლი რო ვიყავი, იმდეს ვივარჯიშებდი და ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდი, მაგრამ რაღაცები მე უკვე გაკეთებული მაქვს და ბევრი მაქვს უკვე გაკეთებული და მაგრამ საკმარისი არასდროს არ არის და მეტ ვარჯიშს ალბათ რა კიდევ რომ უფრო იმიტომ რომ სადაც ხარ მთელი თავს მაინც უდოს უძღვნი და მაინც იქ ვარ და ალბათ კიდევ მეტ ჩართულობას ალბათ ამ ამბავში და ანუ ეს ალბათ თორე ისე ბევრს არაფერს მე მომწონს ჩემი ცხოვრება და მაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს და რაც გამარჯვება ჩემი მეგობრებით, ახლობლებით, ტიტულებით, ყველაფრით. და ბოლოს, რატომ არის ახლა მამების დრო? მამების დრო ეხლა არ არის, სულ იქნება ყოველთვის მამების დრო, ესე მიმეჩნია, იმიტომ რომ პატარები რო ვიყავით სულ მამა, მე ჩვენ გავხდებით მამები და კიდევ მამა. გრძელდება ალბათ და მამების დრო ყოველთვის იქნება და არ მოგვიშალოს ღმერთმა. ამაზე კაი დასასრული რა შეიძლება იყოს? თქვენი გამარჯვებებით თქვენი გადაცემაც რა თქმა უნდა. არ მოგვიშალოს ღმერთმა, უღრმესი მადლობა. გულწრფელობისთვის, ყველაფრისთვის და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ სპორტში და პირად ცხოვრებაში. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ, რომ მით უმეტეს შენი ვარჯიშის მერე ალბათ დასვენებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ გამონახეთ რომ მოხვედი ჩვენთან და ასეთი კარგი და გულწრფელი იყო შენი დღევანდელი სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა ნემოს, სადაც ვიმყოფებით. მადლობა ჩვენ არაჩვეულებრივ სტუმარს, რაც მიშოვთქო გავიმეორებ, რომ ბევრჯერ მატირე. კიდე ბევრჯერ გვატირე. ხო, უმეტესი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა ჩვენ მაყურებელს, რომელმაც გვიყურა და რა თქმა მიშო გამოვიწერე ჩვენი არხი.